ეხლა ეს ტრიქოდერმა საბოლოოდ რომ კარგად გაშრეს, უნდა გადავიტანოთ ესეთ ქაღალდის პაკეტებში. ესენი სხვადასხვა ზომის არის, რომელსაც იშოვით და რომელიც აწყობთ, იმაში შეიძლება იქნეს გადატანილი. გადატანის პროცესი არანაირად არ არის საინტერესო. სასურველია რომ სუფთა გარეცხილი კოვზით ან კიდევ უკეთესია თუ სპირტქურაზე გავასტერილებთ იმ კოვს და ისე გადავიტანთ, მაგრამ არაფერი მაინც არ მოხდება ჩვეულებრივი კოვზითაც რო გადავიტანოთ. შემდეგ ეს უნდა გამოშრეს და კარგად რო გამოშრება და სისველი აღარ ექნება პაკეტებს, მერე უკვე უნდა გადავიტანოთ შესანახად მაცივარში. ამისი გამოყენებაც რა თქმა უნდა უკვე შეიძლება. ეხლა ვთქვათ, ჩემნაირი ნაკვეთს, რომელიც სულ 50 კვადრატული მეტრია, ეს ეყოფა 1-2 წელიწადი. ფაქტურად ერთი მარცვალი ტრიხოდერმის არის დაახლოებით ერთი აბიგლიოკლადინის ტოლი. აი სულ ეს იყო ამჯერად. ეხლა მე გადავაპაკეტებ და მერე გაჩვენებთ როგორ მოვუკრათ თავი. გადავანაწილე ამ ბანკიდან 3 პაკეტში, გადაყრის პროცესი არ არის საინტერესო. სასურველია რომ ეს ყველაფერი ჰაერზე გააკეთოთ ან პირბადე გააკეთოთ. პაკეტი ჩამოვაცვი ამას თავზე ბანკას და ისე მოვახდინე გადაყრა. შემდეგ 3 პაკეტში გავანაწილე, ეხლა აქ უკვე საბოლოოდ გამოშრება და რამდენიმე დღის შემდეგ, 4-5 დღის შემდეგ ამათ გავუშვებ მაცივარში, რომელიც არ მჭირდება. აი ეს არის ტრიქოდერმის მომზადება. ეხლა რაც შეეხება ამას, ამაში ცოტა დავტოვე ბანკაში. ძალიან ცოტა. ეხლა ეს გამოდგება იმისათვის უბრალოდ მაინტერესებს, რამდენად სუფთაა აი აქ დარჩენილი. მე უბრალოდ გავაკეთებ ასეთ რამეს, ანუ ნაგლი ფრაერის მანტიას მოვირგებ, აქ აშკარად სხვა არაფერი არ ჩანს, პენცილის ან რაიმე სხვა რაღაცის მაგვარი, ან ასპერგილის მაგვარი. ამიტომ გავაკეთებ ეს რაღაცას. ამაში ჩავუმატებ გარეცხილ დაჟე გაუსტერილებელ პერლოვკას და პირდაპირ მასზე გავამრავლებ ყოველგვარი გასტერილების გარეშე ტრიქოდერმას, იმიტომ რომ აი აქ ძალიან ბევრი გახლავთ ტრიქოდერმას სპორები და ისინი ისე უნდა გამრავლდნენ, რომ თუ პენიცილი გამრავლდება ან ასპერგილი უნდა შეჭამონ, შეიძლება ითქვას. ნუ მართლაც ესეა რა, ბუნებაში და ტრიქოდერმა ყველას ერევა. გლასტერამის მეტარიზიუმზე ვერ გააკეთებ და ტრიქოდერმაზე სრულიად შესაძლებელია, იმიტომ რომ ტრიქოდერმა თან ჰარციანუმისა ეს შტამი ძალიან აგრესიული გახლავთ. ანუ აი ეს 23-ში აქ იყო გადმოთესილი ამ ბანკაში, ეხლა აი 6 დღის შემდეგ გადმოვიტანე პაკეტებში. ამ პაკეტებში დარჩება ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ წავა მაცივარში. აქედან სპორები ვეღარ აორთქლდება, წყალი აორთქლდება წყალს ეს ქაღალდი გაატარებს და ყოველგვარი ზედმეტი წყლის გარეშე მოხვდება მაცივარში. მაცივარში უკვე ამას დამატებით ცელოფანის პაკეტებშიც მოვათავსებ მაცივარში შედების წინ.